მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ. ამ სახელწოდების კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიმართეს. მხარეებმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესში პედაგოგების ჩართვის აუცილებლობაზე გაამახვილეს. სემინარი ორდღიანია და სამუშაო შეხვედრებს 100-ზე მეტი მასწავლებელი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობასა და ევროპულ ღირებულებებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. პროექტი ევროპის დღეების ფარგლებში ხორციელდება. მასწავლებელი ნამდვილად არის ყველაზე კარგი მეგზური ალბათ ევროპისკენ ჩვენი მომავალი თაობებისთვის. და გამომდინარე იქიდან, რომ მათ განსაკუთრებით რეგიონებში მოღვაწე პედაგოგებზე საუბარი, რომელთაც ამგვარი სემინარები, ამგვარი ტრეინინგები აძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროპულ, ევროატლანტიკურ ღირებულებებთან, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ინტენსიური ხასიათი მიეცა ბოლო პერიოდში. განსაკუთრებით მიიტანონ მერე უკვე მოსწავლეებამდე. ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებიან პედაგოგები კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან. მე ვფიქრობ, რომ ისინი ორმაგად უფრო საპასუხისმგებლო მისიას ასრულებენ დღეს, იმიტომ რომ განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე უწევთ მუშაობა, მაღალ პროფესიულად ასრულებენ თავიანთ საქმეს, ხშირად ფაქტობრივად ისინი არიან ჩვენი თანამედროვეობის გმირები. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს განათლების ყველა საფეხურზე ევროინტეგრაციის მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე გაზრდილი არის მობილობა, მოსწავლეები უპრობლემოდ აგრძელებენ სწავლას ევროპულ სკოლებში ან ბრუნდებიან ქართულ სკოლებში. მასწავლებლების როლი ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ ისინი არიან ინფორმაციისა და ცოდნის გამავრცელებლები, მათი მეშვეობით ვაახლოებთ ჩვენ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან. დღევანდელი კონფერენცია შეაჯამებს ერთწლიან მუშაობას, დაჯილდოვდებიან პედაგოგები, რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში, ისინი გაემგზავრებიან ევროპის ქვეყნებში და გაეცნობიან განათლების სისტემების ფუნქციონირებას.